მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩვენს არხზე აირგან ჯორჯია. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, ძალიან ბევრ სიახლეს ნახავთ. ივას ვიდეოები ლიმიტს უახლოვდება, ბოლომდე 4 ვიდეოს დავდებ და მაგის შემდეგ უკვე აგერ ჩვენი მონამორჩილი გამოჩნდა ბატონი ედგან ლეში მეორე მოდელი. მეორე თაობის. ანუ აქედან გამომდინარე, ახლა მეორე თაობაა და არა პირველი, ახლა პირველ თაობას ხო ჩავწერთ. ჩვენ სიახლეს ავშენეთ და მივიდოთ ფეხსუბალს. მოკლედ, განვიხილავთ ლეშს. ნახოთ ამ ინოვაციური იარაღის პლუსები, მინუსები და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ ვიზუალს, საკმაოდ კარგია, მშვენიერი, წონაც ნორმალური აქვს, არც ბალანსი აქვს, ცუდი იქედან გამომდინარე რეზერვუარი უკან აქვს, მიუხედავად ამისა. თავის დადებითი თვისებები აქვს, უარყოფითიც რუსებს ეწყინებათ, მაგრამ უნდა აღნიშნოთ, რომ ჩვენ განვიხილავთ რეალობას ამ ტოპი როგორ არის და რუსებს რა ეწყინებათ და რა არა, ეგ ყველაზე მინიმუმ არ მაინტერესებს. ხო, ნუ ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა უკვე ვიზუალიდან გამომდინარე, ბევრი დააინტერესა და ასე ვთქვათ, კი, მარტო ვიზუალი არა, საინტერესოა. მექანიზმი არის გამოყენებული ძალიან კარგად, მოფიქრებულია ისე რომ მთლიანი მექანიზმი დევს ერთი ასანთის კოლოფის ხელა დეტალში რა. ანუ მთელი ამისი პლუსი ეგ არის და თან ეს მექანიზმი პირდაპირ მიწოდებით არის რა, ანუ ტყვიას პირდაპირ უბერავს ჰაერი, ანუ კლასიკური PCP-სგან განსხვავებით, როცა რეზერვუარიდან წინიდან მოდის ჰაერი და გამშვები სარქველი მერი აბრუნებს ლულაში ჰაერს, აქ სხვანაირად არის, აქ უკნიდან მოდის ჰაერი და პირდაპირ ტყვიას ეჯახება რა. ეგ არის ძალიან ეფექტური, რომ მაღალი ენერგია მოიღო ტოპიდან. ერთი პლუსი ეგ არის, პლუს ისი არის ეს მექანიზმი რეალიზებული, რომ არის ნახევრად ავტომატური რა. ყოველი გასროლის მერე თვითონ ატრიალებს ბარაბანს და მომდევნო ტყვია არის შეყენებული. არ აქვს მიმწოდებელი, პირდაპირიდან კარგი მიდის ტყვიასთან ჭიდის გავლით. ერთის მხრივ ეს ჭიდიდან აჩქარება ტყვიისა რაღაც მომენტში ცუდი არის ზუსტის როლისთვის, იმიტომ რომ ტყვია მაქსიმალურ სიჩქარეს კრეფავს ჭიდშივე და შემდეგ გადადის ლულაში. აი ეგ ერთი ცუდი არის, მაგრამ შედეგები როგორც ვნახეთ ახლა სხვა ვიდეოები, შედეგებს დებენ რა. ანუ დიდი ხელის შემშელი შეიძლება არ იყოს ეს სისტემა. შედეგებს გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ნახევრად ავტომატის შემთხვევაში ვერ მოთხოვ ამ იარაღს და ნებისმიერ ნახევრად ავტომატ იარაღს შენ წერტილოვან სროლას, როგორც მაგალითად ჩვეულებრივ კლასიკურ ტოპში და სპორტში არსად არ გამოიყენება, ვერც გამოიყენება პნევმატიკაში ნახევრად ავტომატური, მით უმეტეს სროლის სემიავტო გამორიცხული არის სპორტში გამოიყენოს ადამიანმა რა. ამის ძირითადი დანიშნულება არის ნადირობა, პლინკაობა და შეიძლება სპორტსაც გაეთამაშო, ოღონდ რაღაცების გადაკეთება და დაბალანსება დაჭირდება რა. ამ ტოპს აქვს რედუქტორი, მიკრორედუქტორი აქვს, ძალიან პატარა რედუქტორი ზის და სხვადასხვა კარგად მუშაობს, თუმცა სხვა ბრენდის რედუქტორებსაც აყენებენ, მაგალითად ჰუმასიზის ახლა კონკრეტულში. კარგად მუშაობს, დიაპაზონი მაღალი აქვს, ანუ 100 ბარიდან 180 ბარამდე შეიძლება არეგულირონ. ლულის დაყენების სისტემა კიდე ძალიან მარტივი, ვინაიდან მიმწოდებელი არ აქვს, ამისი გადაკალიბრებაც აი ძალიან მარტივად ხდება რა. კიდე აღნიშნავ, რომ ჩვენ რაღაც ქვისხანაში ვართ და სხვა კალიბრები ფიზიკურად არ გვაქვს, თუმცა სოფლიო ყველა წარმოებელი იყენებს უკვე მულტიკალიბრულ სისტემაში ტოპებს და რაც შეიძლება ამარტივებენ ლულის შეცვლის მექანიზმებს რა. ამ კონკრეტულს მაგალითად აქედან აქვს 4 წალი ჭანჭიკი, ამას დაუშვებ და ლულა გამოდის თავისუფლად. შემდეგ ჩადებ სხვა ლულას და მიღებულია სხვა კალიბრის ტოპი. კიდევ რაც შეეხება ერთი
ну პლუსებზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ერთი ყველაზე დიდი მინუსი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეს არის ფასი. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკულ ბაზარზე, ევროპულ ბაზარზე სტოპი ღირს 2300-დან 2500 დოლარამდე. რაც ფაქტიურად EFX-ის ფასია. კი ბატონო. და პირადად მე ნამდვილად არ გადავიხდი ამ ტოპში მაგფას, რადგან როდესაც შემიძლია მაგფასად იმპაქტი ვიყიდო, ამ იდეალურად გამოვიყენებ, მაგრამ როგორც გავიგე რუსეთში დაბალი ფასია ეს ტოპი, იქიდან გამომდინარე, რომ რუსულ ბაზარზე აღარ იწარმოება ეს ტოპი რეგულაციების გამო, მაგასაც აგიხსნით თუ რა და როგორ ხდება. ვინც ჩამოიტანა, როგორც ვიცი, სადღაც 3.5 დაუჯდა ლარში. ხო, დაახლოებით ესე. ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ როგორც ვიცი, თვითონ რუსეთში სამჯერ იაფიღებს, ვიდრე ამერიკაში რო იყიდო რა. და მე იმას ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფასი ძვირია, ყოველ შემთხვევაში ვინც პნევმატიკაში ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, სიახლეებს ყოველთვის ვეძებთ, გვაქვს რაღაცა კოლექციები და მე მაგალითად ამ ტოპს განვიხილავდი რაღაც მესამე-მეოთხე ვარიანტად, გართობის მიზნით და ნადირობის მიზნით. ანუ ნადირობისთვის მოსახერხებელია, კომპაქტურია, მსუბუქი არის. ბევრი პლუსი აქვს, აი შეიძლება რომ სიტყვაზე რაღაც მომენტში სანადიროდ არ წაიღო FX-ი ან D-State-ი და ეს წაათრიო, ესე რომ ვთქვათ რა. წონის გამო ხო, თუ ეხლა ადამიანს აქვს სურვილი რომ კოლექცია გაამდიდროს და ანუ შვენიერი არჩევანია დამატებით ვარიანტად რა. რა თქმა უნდა, ეხლა FX-თან და D-State-თან ვერ მივა თავისი ну ხარისხზე არ მაქვს საუბარი, დანიშნულებისთვის ვიძახი რა. როგორც იმად გამოვიყენებთ, რომ ის უნივერსალურია სიტყვაზე FX-ი დაწყებული სპორტული სროლიდან და დამთავრებული ნადირობისთვის რომ გამოიყენებ, ამას ეგ მინუსი აქვს, რომ სპორტული სროლისთვის ვერ გამოიყენებ ფიზიკურად რა. თუმცა არის გააჩნია ვიღაცამ ინდივიდუალურად ისე მომართოს ეს ტოპი, რომ სპორტული სროლისთვისაც გამოიყენოს. შეიძლება. მაქსიმუმ Slack challenge-ისთვის მე ხო, თუნდაც, კი ბატონო. Slack challenge შეიძლება. ხო, ესა აი ეს მომეწონა მაგრად კიდე რა. ანუ ქარხანას აქვს დაპატენტებული ესეთი სწრაფმოხსნადი მოდერატორი, რომელსაც ქვია ბეჰემოტი, რა ვიცი რატო დაარქვეს ბეჰემოტი, ალბათ რომ გავს იმიტომ კი სექციური წყობა აქვს, ეს იშლება, შეგიძლია დაამატო სექციები. აი კარგად არის რეალიზებული მაგის მოხსნის სისტემაც და წყობებიც. შიგნით ტიხრები და ვიგუცები კარგად არის რა. ასევე ბევრი aftermarket დეტალები აქვს გამოშვებული წარმოებელს, მაგალითად შეგიძლია შეცვალო ეს წინასახელური, დააყენო გვერდით პიკატინის რელსებიანი ეს დეტალი და ასევე კიდე რაღაცები ეს ტარიც მაგალითად არის იმის AR-15-ის ვერსი ტიპია რა. შეგიძლია მოხსნა და შენი გემოვნებისამებრ შეცვალო. ლამინატის ეფექტით არის გაკეთებული. მე ლამინატი მეგონა, მაგრამ პლასმასი. არა, ხელში არა უშავს, ნორმალურია. ცველიც კარგად მუშაობს, აბსოლუტურად სამდუარი, იმიტომ რომ ამას აქვს სხვანაირი დამტყმელი და სხვანაირი მექანიზმი აქვს აბსოლუტურად. ჭიდიც თავისებური აქვს. აქედან ხდება ჰაერის გამოთხოვნა ტყვის მიმართულებით. კიდევ ერთი რა აქვს ამას პლუსი. აი ესე იშლება. ეს რჩება ცალკე დეტალად. ანუ ეს არის რომ დაშალო და კომპაქტურად გადაიტანო. თავისი ყუთი მოყვა ძალიან პატარა ზომის, სადაც კომპაქტურად ლაგდება ეს ყველაფერი. ნუ кейსი შეიძლება შესაბამისი და იშოვოს პატრონმა. ასევე შეგვიძლია დავაყენოთ ციფრული ელექტრონული მანომეტრი რედუქტორის წნევის გასაგებად. ყოველ გასროლაზე ვნახავთ რედუქტორი როგორ მუშაობს. ეს წყობაც რა ვიცი, მე მგონი კაი მოფიქრებაა რა ერთის მხრივ, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება უცებ დაშლა დაგჭირდეს და კომპაქტურად გადაიტანო სადმე ოღონდ დაშლილ მდგომარეობაში არ ისუს რა თქმა უნდა. ანუ მე
ჭიდმა გამობრაზა სროლის დროს, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა. რთულია რა, მართლა რთულია ჩალაგება შიგნით ტყვეების. შეუძლებელი არა, მაგრამ ხელი ამისა ჩორითო, რავი, ეს სხვა ამბავია. უბრალოდ კომპაქტურობა აკლია მჭიდს რა. რაც გულისხმობ კომპაქტურობაში. ჩაალაგებ ტყვეებს და რომ გადმოაბრუნო, ტყვეები გადმოცემდება. აქედან გამომდინარე საფრთხილოა მოსაქციელად, ასე ვთქვათ რა. და ვერ დატენი მეორე ჯიც და ვერ ჩაიდებ ჯიბეში. აქედან გამომდინარე. მაგრამ შეიძლება რა იყოს, იცი, ახლა ჩვენ არ გვაქვს ამისი სრული კომპლექტაცია. შეიძლება სლაგებისთვის იყოს სხვა მჭიდი და პელეტებისთვის სხვა მჭიდი გამოშვებული. ხო, ეგეც შეიძლება. მჭიდის დატენვა იდეაში ხდება აი ამ ფირფიტის მოხსნით. ეს უნდა მოიხსნას. და აქ ჩალაგდეს ტყვეები და შემდეგ დაეფაროს რა. და წესით არ უნდა ვარდებოდეს აქეთ ამ ხედან. ვინაიდან არ გვაქვს ჩვენ სხვადასხვა მჭიდები, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს არის პელეტისთვის გათვლილი. შესაძლოა. ჩვენ ახლა სლაგი ვისროლეთ და სლაგზე ქონდა პრობლემა, ანუ ცვლდება ტყვეები. სლაგზე ეს არ გამოდგება. ხო, რაც შეეხება რედუქტორის ავსების ხმა, ცოტა ჩემთვის იმათ ურტყავდა ხშირ რა. არასასიამოვნო შეგრძნება იყო, ქშუილი ასე ვთქვათ. სხვათა შორის ბევრს მოწონს. აი იმპაქტზეც ეგეთი ეფექტი აქვს, შევსების ხმა ისმის და ბევრს მოწონს ეგ ხმა რა. ხო, მე მაგალითად ლეინი რომ ეყვენა, წვილი ქონდა რა. ხო, ლეინი შეიძლება ის უფრო მალე ავსებს და შესაბამისად წვრილ ხმას გამოცემს. ხო, რაც შეეხება კიდევ ამ პნევმატურ იარაღს. ხო, აქედან აქვს გარერეგულირება რედუქტორის. შეგვიძლია აწიო დაწევა. აწევა უსაფრთხოა, დაწევას თავის პროცედურა უნდა დავარდეს წნევა და ისე მოხდეს რედუქტორის წნევის დაწევა გამიგა. ეს ტოპი რუსული რეგულაციების გამო არ ჩამოგრჩებიან კი არა, ჩვენ არ ჩამოვრჩებით. რუსეთში აკრძალულია 5 ჯოულზე მეტი პნევმატური იარაღი და ამ დროს არ არის აკრძალული კალიბრები, თქვათ 7.62 კალიბრს მინიმუმ ჭირდება 10-12 ჯოული, რომ ლულიდან უბრალოდ გამოვიდეს. იმდენი ენერგია ჭირდება. ამის გამო ბევრი ფირმა გადავიდა ევროპაში, უშვებს ევროპიდან ამ ტოპებს და ევროპული ბაზრისთვის, ასე რომ ჩათვალეთ რუსულად აღარ ითვლება. შემქმნელი რუსი ყავს რა თქმა უნდა. ფუძე რუსული აქვს, ინოვაციაც რუსულია, მაგრამ სხვათა შორის არ არის ინოვაცია რუსული. და გეტყვი პატარა იმას, რომ ანუ ამის მთელი პლუსი არის და ეს სარქველის მექანიზმი რა. სინამდვილეში ეს არ არის მისი მოგონილი, ანუ არ ვიცი ვინ არის წარმოებელი ამისი. ეს სისტემა გამოგონილია ალბათ წინა საუკუნეში, ეგრეთ წოდებული პნევმატური ჩაქუჩი თუ იცი ბეტონებს რომ ანგრევენ რა. იგივე სისტემა არის, ოღონდ დაპატარავებულია რა. ზომაში ძალიან შემცირებული და მორგებულია პნევმატურ ტოპზე რა. ანუ არ არის რაღაცა ახალი სისტემა, თუმცა გადაკეთებული დაპატენტებული აქვს რა. როგორც მაგალითად ეს ტრაპჩანკეტი მოდერი არ არის ამისი მოგონილი. ანუ უკვე არსებულიდან გააკეთა მოდიფიცირება და რა თქმა უნდა ეხა მოდიფიცირებულის დაპატენტებაც ალბათ შეიძლება რა, მაგრამ როგორც ესეთი სრული ინოვაციები არ არის ამ ტოპში. ანუ ახალი არაფერი არ ლოგიკურად რო აიყო, როგორც ლულიანში ვერ მოიგონებ რაღაც ახალ ველოსიპედს, ისე ვერ მოიგონებ პნევმატიკაში. ნუ შეიძლება უბრალოდ გააუმჯობესო რაღაც მხრივ, მაგალითად აქ გაუმჯობესებულია კომპაქტურობა, პირდაპირ მიწოდება, ნაკლები კოლოფი, 100 კოლოფის ხელა ამ იარაღის კოლოფი. კი, ეს პლენუმი არის, შემდეგ რედუქტორი დგას. ეს პლენუმით შეგვიძლია გავზარდოთ რა არის ამის საშუალებაც. რაც შეეხება ტოპს, იწარმოება ევროპაში, კონკრეტულ ქვეყანაში არა, ასე ვთქვათ, მაგალითად ჩეხეთში ნაწილები იწარმოება,
ესტონეთშიც აწყობდნენ. რამოდენიმე მაგალითად ეს მოდერატორი პოლონეთში დაამზადეს, რამოდენიმე ასეული ცალი. როგორც ჩანს ძალიან უჭირს რა, რუსეთთან წამოვიდნენ. ერთობლივ ნაწილებს ვერ კრავენ ერთ ქვეყანაში, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში რა. ურაგანი ავიღოთ თუ გინდა, ჩეხეთში წარმოება არ არის ისეთ ტექნოლოგია, მაგალითად ჩეხეთში ვერ მოიპოვონ რა. ჩეხეთია ჩემი აზრით პნევმატიკის, რავი, ნათლია, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოდელია, რომელიც მართლა ყველაზე მინიმუმ გაგახარით და ხარისხია უმაღლეს დონეზე. ხარისხი რა თქმა უნდა, ასევე თავისივე წარმოების ჩეზესრულებზე სასწაულებს აკეთებს. გინდა კრიკეტი აიღე თუ გინდა, ძალიან მაგარია რავი. რუსული კანონებიდან გამომდინარე ეს ტოპი გამოეცადა, ასე ვთქვათ, თავის ეროვნულ წარმოებას. ცოტა შორის აკაცებია US patent. ანუ დაპატენტებულია ამერიკაში, ასე ვთქვათ რა, შეერთებულ შტატებში. შესაბამისად თქვენ განსაჯეთ უკვე რუსულია თუ ამერიკული. რუსეთში უკვე შეხება სავარაუდოდ აღარ აქვს. შესაბამისად ევროპაში და ამერიკაში ცდილობს კომპონენტების აწყობას. და სხვადასხვა ამერიკულ ბაზარზე კარგად არის შესული. ამერიკაშიც უკვე მოწონთ. პირამიდაზე იყიდება ზუსტად ეგ ფასი, სადაც $2300 თუ 2200. კი, ანუ აქედან გამომდინარე, ქვეყანა როცა არასწორად და არალოგიკურად ზღუდავს ნებისმიერ ასპექტში, თუნდაც პნევმატური იყოს, პოტენციური დაინტერესებული პირი, წარმოებელიც რო იყოს, თუნდაც მომხმარებელიც ცდილობს გავიდეს ქვეყნის გარეთ და იქ იმოღვაწეოს რა. აი ეს შედეგები მოაქვს მაგალითად რუსულ წყობას რა და ნებისმიერი ქვეყანა, ვინც რუსეთის ზეგავლენის ქვეშ არის, იგივე პრობლემებში, ანუ ტვინები ეცლებათ დაუშვათ ისეთი ადამიანები, ვინც მართლა აზროვნებს და რაღაცებს ქმნიან, უბრალოდ გარბიან ქვეყნებიდან და ძალიან კარგად იყენებენ ისეთ ქვეყნები, რომლებსაც კარი ღიავთ ესეთი ადამიანებისთვის რა. ერთი პატარა გადახვევა უნდა გავაკეთო თემიდან გამომდინარე. რუსულ ტოპებს ძირითადად იყო ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს კი ბატონო, ევროპაში ძალიან ისე ცოტა გადიოდა, რომ ამბობენ, რომ რავი, სავსე იყო რუსული ტოპებით და რამე არ იყო ეგრე. MRI 153 იყო, რომელსაც ჰქონდა ჩვეულებრივი ლათინური წარწერები და არ იყო რუსული წარწერებით. გაზის ტყუში ასევე დასახელებაზე რუსული ასოების მაგივრად ჩვეულებრივი ლათინური ასოები ეწერა და ერთ-ერთმა მაღაზიის გამყიდველმა ესო ამერიკის ბაზრისთვის არის შექმნილიო და მაგიტოაო რა ეს. და სინამდვილეში ეს ასე არ იყო, არანაირი რუსული ტოპი არ შედიოდა ამერიკის ბაზარზე. სანამ რენინგტონმა არ დაუკვეთა რაღაც მოდელები თავისივე სახელით რა. და ისიც სადღაც 1-2 წელი შედიოდა და მერე გაწყვეტეს. მაგრამ მაგ წარწერებს ხმარობდნენ იმის გამო, რომ თუ მოხდებოდა ევროპულ ბაზარზე ეს ტოპი, ვინმეს შეემჩნიან რაღაც ეგეთ ვარიანტში რა. რადგან სტანდარტი ისეთ დაბალი იყო, რომ მიუღებელი იყო ჩვეულებრივი ევროპული ბაზარისთვის და მაგიტო გადაასწრეს თურქებმა, ასე ვთქვათ. მაგრამ მაგ მოდელის ტოპები არ აძლევდა საშუალებას სხვა რუსულ ფირმებს თუ ასე ვთქვათ კერძო საიარაღო სახელოსნოებს ეწარმოებინათ სხვა უფრო დახვეწილი მოდელი რა, ასე ვთქვათ. ანუ ჩვეულებრივი მონოპოლია იყო რა. ახლაც ეგრეა პრინციპში.
და ვინც პნევმატიკაში მაგალითად ცოტა ნორმალური შექმნა რამე და ჭკუა იხმარა, ყველა წამოვიდა რა რუსეთიდან და ძირითადად ჩეხეთში არიან უკვე შესხლები და ჩეხური ბაზრიდან აწარმოებენ ამ იარაღებს ევროპისთვის, ამერიკისთვის და ასე შემდეგ. ჩეხეთში რა თქმა უნდა კანონი იდეალურად არის დალაგებული, მულტიკალიბრი. ასევე მინდა გითხრათ, რომ გამოდის სპეციალური დაბალჯოულიანი PCP იარაღები, რომლითაც სკოლებში ავარჯიშებენ ბავშვებს, ასწავლიან სროლას, დაახლოებით მერვე კლასიდან უკვე აჩვევენ იარაღს, იმის გამო, რომ იარაღთან მოქცევა მოითხოვს მაღალ ემოციურ ინტელექტს, ეს პატარა ასაკიდანვე გათვითცნობიერებულად ხდება ჩეხეთში, არა მარტო ჩეხეთში, ასევე შვედეთში, ნორვეგიაში და რამოდენიმე ესეთ ქვეყნებში. კულტურა არის ჩვეულებრივი კულტურა. სასროლი მექანიზმების კულტურა არის ყველაფერში. ანუ პნევმატიკაში ცეცხლსასროლშიც და დახვეწილია რა. მან ისე არ უყურებენ და არ აღიქوارენ, მაგალითად ეხლა სამწუხაროდ შედარებას რო ვაკეთებ, მაგრამ ჩვენთან ჯერ კიდევ არ იციან რასთან გვაქვს, ანუ რაზე ვსაუბრობთ რა. ისევ ზოგი აღიქოს, კისტის თოფს ეძახის ისევ რა, ანუ იდეაში ეგ ტერმინიც მოდის იმიდან, საბჭოთა კავშირიდან, ანუ კისტი რუსულად ნიშნავს ფუნჯს და ჩვენთან იყო ხოლმე ტირი კიდე ნიშნავს სასროლ ადგილს, სასროლეთს, სადაც ისროდნენ ამ ფუნჯებს რა, პნევმატური თოფიდან. აქედან წამოვიდა ეს ორი გაუკმაყოფილებული ტერმინი რა, ანუ კისტის თოფია თუ ტირის თოფია ვეღარ გაუგიათ და ერთმანეთში ურევენ და არ იციან რა ფიზიკურად რა არის. სინამდვილეში არის პნევმატური თოფი რა. ჩემ ბავშვობაში იყო ასეთი ტერმინიც მესამე ქარისტოფი. ქარისტოფი. საინტერესო. ჰაერიდან გამომდინარე ქარისტოფი მათხოვე და ასე შემდეგ რა. და რა ვიცი, აი ცოტა ჩვენთან კულტურა კიდევ იმის ბრალია ეს, რომ ჩვენ არ გვაქვს განვითარების საშუალება შალო. ჩვენ რო გქონდეს თავისუფლებაში რაც გულისხმობ, ანუ კალიბრები უნდა იყოს რა დაშვებული, იმიტომ რომ რეალურ შეხებაში მოვიდეს დაინტერესებული პირი, რომ რას ისურვის. აი ცეცხლსასროლებში, როდესაც ყიდულობენ დაუშვათ 22 ლერს ან 223-ს ან 300-ს, ხო? იქ ხო გაანალიზებულად მიდის პოტენციური მომხმარებელი, რომ ყიდულობს თოფს რა და იცის, რომ ის არის ის უნდა გაიფორმოს, პასუხისგებელია ყველაფერზე, თავის განკარგულებაში და როგორც წესია ის უნდა განკარგოს თავის კუთვნილებაში ყოფილი ისა თოფი, ხო? იგივე უნდა მოხდეს პნევმატიკაშიც, რომ მოხდეს ამისი განვითარება რა. აი ცეცხლსასროლში რო იყოს ახლა მარტო 223 კალიბრი დაშვებული და სხვა დანარჩენს რო კანონით ძალაუდეს, ხო, აი როგორი ალოგიკური იქნებოდა, ხო და აბსოლუტურად იგივეა პნევმატურშიც რა. იგივენაირი თოფია, შაშხანა არის, უბრალოდ აქ ენერგიაში გვაქვს განსხვავება. ვისვრით ჰაერით პნევმატურ თოფებში და ცეცხლსასროლში ისვრიან დიეთით და მუხტით, ხო? თუმცა მომაკვდინებელი და დამაზიანებელი სიმძლავრე, რა თქმა უნდა, აქვს პნევმატურს და ამიტომ ჭირდება რეგისტრაცია და რადგან რეგისტრაცია ჭირდება, იქ უკვე კალიბრი აღარ უნდა იყოს შეზღუდული. რამდენი ვიცვალეთ მაგ რეგისტრაციის გამო? ნახე, ხო, თუნდაც, როდესაც ისევ ის კალიბრი რჩება, დაუშვათ, რაც საბჭოთა კავშირიდან მოდის, ადამიანის გონება ვერ ვითარდება, ისევ კისტის თოფში რჩება რა. აი, როდესაც მოხდება რეგისტრაციები სხვადასხვა კალიბრებში, რომ ნახავ რეალურად, რომ ენერგია შეიძლება აი თვალსაჩინოებრივად რომ დაინახავენ, რომ არის ჩვეულებრივი ლეტალური იარაღი, მაშინ მიხვდებია, რომ ის 4.5-იც მომაკვდინებელია და ანუ ესე ზერენეთ აღარ მიუდგებია რა, როგორც ადრე ხომე და გამოიყენებენ ისე როგორც ცეცხლსასროლს იყენებენ, ხო? თავის ტარების შენახვის უფლებიან თუ როგორც არის და ჩემი აზრით კალიბრების დამატება აი აბსოლუტურად შეცვლის ხალხის ინტელექტს რა პნევმატურთან მიმართებაში. აბსოლუტურად შეეცვლება მიდგომა და ანუ სათამაშო თოფად ისევ აღარ დარჩება რა. იქნება ისე როგორც საჭირო არის. მოკლედ აკო, რამოდენიმე სიტყვით განმარტავ ამ ყველაფერს, რახან თემა დაწყილი გვაქვს უკვე. ესე იგი, უარს ამბობენ იმის გამო კალიბრის გაზრდაზე, რომ მსხვილი კალიბრი ბავშვებს უნდა ჩაუვარდეთ ხელში, ისროლონ, რას ამბობთ, ეს დამაზიანებელია,
კაცს მოკლავს, ამას მოკლავს, იმას მოკლავს. პირველი 14-15 წლის ბავშვს რატომ უნდა უყიდო 2500-3000 გარიანი იარაღი? თვითონ ვერ იყიდის. ეგ ერთი. მეორე, რატომ ფიქრობთ იმას, რომ კაცს უნდა ესროლო მაინც და მაინც? მესამე, კანონმდებლობით, საქართველოს კანონმდებლობით შესაძლებელი არის 22 ელერიდან 50 კალიბრამდე ყველანაირი ცეცხლსასროლის გაფორმება. ის არ კლავს კაცს, ხო, იმაზე კილომეტრზე და 2 კილომეტრზე. მეორე მოსაზრება იყო ის, რომ აი ჩუმია იარაღი და რომ გამოიყენოს კილერმა ვინმეს მოსაკლავად. ადამიანებო, ან სამხედრო მოსამსახურეები რამდენი ჯარგამოვლილია, იარაღ სპორტული მსროლელები, ვინც იარაღთან ძალიან მაგრად არიან. ასეთ რამე მინდა ვთქვა რა. რომელი ჭკუათ მყოფელი სნაიპერი ესვრის პნევმატურ იარაღს ვინმეს მოსაკლავად, ხო? ეგ არის აი აბსურდი. პირველ რიგში, რავი, რედუქტორში იმან სანიკმა ემაქნა, გაასხა, რეზინმა გაასხა და ვსიო წავიდა ჩემი სამის. ნასოსით მივა და დაბერავს. ნასოსით დაბერავს რა და იმით გავარდება ადამიანის მოსაკლავად. ეს არის არალოგიკური რა. ნუ ერთ შეიძლება გავითვალისწინოთ რაღაც უბრალოდ განვიხილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღიდანაც და მან არაფრის შუაში არ არის პნევმატიკა, ხო? და ასევე პოტენციურ კრიმინალს საერთოდ არ ჭირდება შენი გაფორმებული ტოპი და შენი პნევმატიკა გაცო. ვისაც რაღაცა განზრახული, ისედაც გააკეთებს თავის საქმეს რა. ასე რომ არალოგიკურია იმის მიზეზი, რომ ელემენტარული რომ სულად გამოიყენებს ადამიანი, სულად გამოყენება ვისაც უნდა ცეცხლსასროლს გამოიყენებს და ბოლო-ბოლო სხვა საშუალებებს მიმართავს. ხო, ყველა აი ელემენტარულს გეტყვით რა, მაგალითად. ვისვი მე 200 მეტრს. თქვათ მაქვს 6.35 კალიბრის, 25 კალიბრი. და ვისვი გონგზე ვესვი 200 მეტრზე 25 სანტიმეტრიან გონგს და არის 3 მეტრი წამში ხარი. ნუ სტანდარტულად თბილისში მით უმეტეს სულ ხარი. 3 მეტრი წამია, ხო? დაახლოებით ჭირდება 6 მილდოტი, რომ ეს სამიზნე ამ 3 მეტრ ხარში დავაზიანო 200 მეტრზე. მაგალითად, როცა ადგილიდან პნევმატიკას ეხება ეს მხოლოდ, როცა ადგილიდან ისვი, სადაც 3 მეტრია ხარი, ვარდნითი ხარის შემთხვევაში სხვა შედეგი გაქვს, ზურგითი ხარის შემთხვევაში სხვა შედეგი გაქვს, ანუ იმდენად არასტაბილურია ამ შემთხვევაში, რომ უბრალოდ უაზრობა ამით რაიმე ისეთი უსაქციელობის ჩადენა. გარდა მაგისა, პირველივე სროლით არასოდეს არ შევსულვართ ჯგუფზე. ანუ ჯერ ვესვით რაღაც რეალს, რომ შევასწოროთ ან ოპტიკა, ან წნევა გავსინჯო და ასე შემდეგ და რა ვიცი ეხლა მაინც და მაინც მე მგონი არც ის განხილვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა ცუდი საქმისთვის გამოიყენა. სისულელია უბრალოდ რა. ნუ რა ვიცი, აი ჩემი აზრით კალიბრები რომ დაიშვას, ყველაფერი კარგად დაალაგდება და ჯერ ერთი კულტურა ამაღლდება და ადამიანის ცნობიერება განვითარდება. და მეორეც ის, რომ აი დამწყები მსროლელისთვის, აი სროლა ქართველისთვის არის განუყოფელი ნაწილი რა. არ ვიცი, სულში გვაქვს ქართველებს, რომ ვიღაცამ რაღაცა ყოველთვის უნდა ვისროლოთ, აი ბავშვობა როგორ დავიწყებთ, ხო, შორდულებით და არბალეტებით და მე რა ის ძველებური საბჭოთა პნევმატურები და აი იქიდან მოგდევს ყველას, რომ სროლა არის ჩვენი, რა ვიცი, თანდაყოლილი ტრადიცია თუ რა ვიცი, როგორც არის გენეტიკურად და ამიტომ კულტურის ამაღლება არის საჭირო აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი ყოველთვის მისწრაფებულია რაღაცის სროლისკენ. შესაბამისად, თუ სწორი ინფორმაცია და ხელმისაწვდომობა არ ექნება რაღაცეებზე, ის ყოველთვის სწავლა ცუდი გზით, ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ უნდა იყოს კალიბრების თავისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა იყოს რეგისტრაცია და
როგორც საჭირო არის, ანუ სრულწლოვანმა პიროვნებამ უნდა შეძლოს შეძენა და დარეგისტრირება თავის სახეზე და გამოიყენოს ნადირობაში და სპორტული სროლისთვის. ანუ პნევმატიკას მეტ დანიშნულება არ აქვს. ნადირობისთვისაც დავამატებ იმას, რომ ყველაზე მაგარი არის პნევმატური თოფი იქიდან გამომდინარე, რომ გასროლი ტყვიას შენ აღარ ფიქრობ, რომ სადღაც წავა და შემთხვევით ვიღაცას მოხდება, აი ეგეც პლუსი არის, რომ თავიდან არიდებს, ხო რა, ანუ პრეცედენტებს ანახეურებს, ესე რომ ვთქვათ რა, ენერგეტიკიდან გამომდინარე. პლუს გასროლაც იაფი არის და ხმაური და ბაგაბუგით არ აფრთხობს არ ემარეს. ანუ კონკრეტულად რაღაც სანადირო ობიექტზე არის ყველაზე საინტერესო თემა ისა პნევმატური თოფი რა. გარდა მაგისა, დამწყები მსროლელი, როგორც წეგან ვახსენე, ვინც იწყებს ზუსტი სროლებისთვის დაწყებას. ყველაზე იაფი, ყველაზე მარტივი და ყველაზე ხელმისაწვდომი არის პნევმატური თოფი. პირდაპირ ცეცხლსასროლიდან ვერ დაიწყებს ადამიანის სროლას რა. გააჩნია მონდომებას, კი ბატონო, გააჩნია ფინანსებს, ჩვენთან ცეცხლსასროლის ტყვიები ღირს ძალიან ძვირი, შეიძლება ერთ გასვლაზე ერთი თოფის ფასი ტყვია გადაიხადოს ადამიანმა და ამ შემთხვევაში, რა ვიცი, პნევმატური იძლევა მაგის კაი საშუალებებს, რომ იაფად გაისროლოს ადამიანმა. გახსოვს აკო სკოლებში რო იყო ხოლმე სამხედრო გაკვეთილები. კი. მე კოლეჯში მასწავლებლი. სკოლაში ჩემ დროს უკვე ამოიღეს აღარ იყო. რისთვის იყო ეგ სამხედრო გაკვეთილები? იმისთვის, რომ მოზარდი შეხვედრილიყო უკვე მომზადებული, გათვითცნობიერებული იარაღს, როდესაც გახდებოდა 18 წლის და წავიდოდა ჯარში. ცოდნოდა ელემენტარული, რომ ეს სისტემა იშლება ეს. კაც არ უნდა მიუშვირო და უაზრობა არ უნდა გააკეთო, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი კულტურა მოკვდა და არის რა გახდება 18 წლის ადამიანი, არანაირი შეხება არ აქვს იარაღთან, მიდის და ყიდულობს იარაღს და სწავლობს თავიდან მოპყრობას იარაღთანაც, სროლასთანაც და ასე შემდეგ რა, მთლიანად. როდესაც მაგალითად ყავს შვილი, ცეცხლსასროლი იარაღი მაქვს, მე ვერ წავიყვან ჩემ შვილს და ვერ ვასროლინებ იმ ცეცხლსასროლი იარაღს. არის ამის ბევრი მიზეზი და არ ჩავეძიები. მაგრამ მაქვს ეს იდეალური საშუალება, რომელთაც შემიძლია ჩემ შვილს უსაფრთხოებას ვასწავლო, სროლაც ვასწავლო და იარაღთან მოპყრობა ვასწავლო. ისე რომ არაფერი არ დაშავდეს. ასეთი დაულაგებელი კანონის ბრალია ზუსტად, რომ აგერ ჩვენი ლეშა გამოიქცა რუსეთიდან, არა მარტო ლეშა, ჯერ იქით გაიქცა ამერიკაში და მერე გამოიქცა აქეთ. ხო, ანუ ყველგან გაიქცა რა, სადაც კი შეიძლება ასე ვთქვათ. საკმაოდ განცობითი თემა გამოგვივიდა. ასე ვთქვათ, ლეშასაც გადავახტით, მაგრამ საუბარმა მოიტანა რა. რის გამოც წამოვიდა ეს და რუსული ბაზრიდან და ყველაზე ირონია ის არის, რომ რუსეთში საერთოდ აღარ შედის. თუ ნახავთ ძველებს უკვე ისიც როგორ ვარიანტი იყო, ცი რედუქტორი იყო ძალიან დაბლა დაწეული და 4.5 კალიბრში აი ტყვიას აფურთხებდა ბოდიშანს თქვა რომ 5 ჯოულს არ ამცდარ იყოს ემთ რა. ამიტომ იპოვა ჩეხეთში და ესტონეთში გასაყრდენი, ასევე ამერიკაში. და არის მოაღწია ჩვენამდე და თავის პლუსებით, მინუსებით, რავი, განვიხილეთ, მოკლე განხილვით. არის რაღაცები, რაც მომწონს ამ იარაღში, კომპაქტურობა, საპლინკაოდ მაგალითად ნახევრად ავტომატია. რაც არ მომწონს, ძირითადად ჭიდს ეხება დატევის სისტემას, მოუხერხებელია ცოტა, რადგან უკვე მეორე ჭიდს ვერ დატენე და ვერ ატარებ.
სხვა მხრივ ნორმალური იარაღია რა. დაახლოებით 3500-ის გადახდა ლარის ავტომობილში ღირს, მაგრამ ეს ფასი აღარ სამწუხაროდ. ღირს FX Impact-ის, Pantera-ს და სხვა თვითფასი Daystate-ის და მაგ მოდელების ფასი. ჩემ Daystate-ს მოვითან შესაძლებლად რა ღირს მაგალითად 2300 და რასყიდულო 2300-ად. აი ეს Daystate Delta Wolf-ი და ჩვენი ლეშა ღირს იგივე ფასი. იგივე ფასი. Clar, გეტყვით განსხვავებებს. ნახევრად ავტომატი კი ბატონო. ჯუჯერ გააქტიურებ და ნახოთ რა აქვს პლუსი. Kopia კომპიუტერი რა. აი ეს უკვე ტექნოლოგია. ეს არის ტექნოლოგიის ბუმი, ასე ვთქვათ. ელექტრო სასხლეტი თლიანი მექანიზმი ელექტროობაზეა გადართული. Შეიძლება ყუის სიჩქარის რეგულირება და ასე შემდეგ რა. თლიანი მასში აღარ წავალ, იმიტომ რომ განხილული აქვს. და აი ეს მოდელი ღირს იგივე ფასი რაც ლეშა. აი ეგ არის განსხვავება რის გამოც მაგალითად ლეშას არ ვიყიდე. კი ბატონო. მიჩვენე ეს ვიყიდო და ხელში მაქვს აირკლას თოქი. ანუ ვიდეოში ეგ არის რა, მისი პლუსი ხა რატომ აძღის ეს ფასი არის ზუსტად ის მიზეზია, რომ მეორე მესამე ვარიანტად განიხილავენ რა. აი თავის კომპაქტურობით, ნახევრად ავტომატით და კიდე რაღაცეებით რა, წვრილმანი რაღაცეებით დამატებული და. როგორც ესეთი რომ არჩევანი რო გქონდეს რა და ყიდულობდე თოფს, ხო? მე ეჭვება რომ პირველ თოფად ეს უნდა მიყიდოს რა. იმიტომ რომ ის არის დახვეწილი და თანამედროვე და ანუ მომავლის ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ეს არის ჩვეულებრივი მექანიკა, ანუ გასართობი დაბალ დიაპაზონში მომუშავე რა, ანუ სანადიროს აკლინგავთ რა. რა თქმა უნდა, სრულყოფილებისკენ წავალთ პირველ ვერსიაში და შემდეგ შეიძლება განვიხილოთ რა ეს. კიდევ რაც მინდა თქვა რა. ვისაც ეშენია ამის მაღალ კალიბრში ხმის და ასე შემდეგ. გეტყვით რომ მაგალითად ამ კალიბრს 6.35-ში და 7.62-ში 22 ელერზე ბევრად მეტი ხმა აქვს. რაც არ გინდა გააჩუმოთ, იმ დონეზე ვერ გააჩუმებ, რომ ხმა ბოლომდე ჩაგვდო. ის გამოაქვს ხმა, მობილეგეც განავრცოთ, შალო, ესე იგი დენს აქვს მაღალი გაფართოების კოეფიციენტი. შესაბამისად, მცირე რაოდენობის სჭირდება ვაზნას, რომ მოხდეს პატარა მანძილში აფეთქება და დიდი წნევის წარმოქმნა, ხო? ჰაერის შემთხვევაში სჭირდება კოლოსალური რაოდენობის ჰაერი, რომ ცეცხლსასროლის ჯოულამდე ასვლა გამოურიცხოთ. ფიზიკურად ვერ მოხდება პნევმატიკის ცეცხლსასროლთან გაიგივება სიმძლავრეებში. გამორიცხულია რა. ბოდიში უცბად ჩაგეჭრები. მაგალითად, პნევმატიკით რომ ისროლო 7.62, მაინც ვერ მიდიხარ 22 ელერის ენერგიამდე. ხო, ანუ ციფრებში რო ვთქვათ 22 ელერი 150-დან 200 ჯოულამდე ვივარაუდოთ. 150 ჯოულზე რო პნევმატიკა ავიდეს, სჭირდება 7.62-ის რაღაცა ზემძნაური თოფი, რომ ძალიან მძიმე წონის სლაგი გაისროლოს. შესაბამისად, მაქედან გამომდინარე ჭირდება ძალიან ბევრი ჰაერი. ჰაერს აქვს, როგორც ვთქვით, დენთან შედარებით ნაკლები გაფართოების კოეფიციენტი, ხო? ანუ გჭირდება დიდი რაოდენობის ჰაერი და გამოიდევნება ლოდან და ფართოვდება ეს შეკუმშული აირი, ესე ვთქვათ და წარმოქმნის ხმა. და პატარა ზომის დენტი რო აფეთქდება და იმპულსი მიეცემა და სადრო ამხელა ლიტრობით ჰაერი რო დაკუმშული და ის რო გაფართოვდება, ხო? ანუ უფრო დინამიურად ხდება ეს ხმის გავრცელება, ვიდრე ის წამიერი იმპულსი დენჩი რა. ჩვენ რასაც საუბრობთ ახლა ნახე YouTube-ზე კომენტარებში იყო sharp shooter ასეთი პიროვნება, რომელმაც გამიწერა, რომ მომაკვდინებელი ლეტალური იარაღია და მაგიტომ არ უნდა დაიშვებოდეს მაღალ კალიბრებში.
რადგან შესაძლებელია კვლელობისთვის გამოიყენო რაღაც მანძილებზე და ასე შემდეგ. და შენ იცი გერმანულად sharpshooter რაც ნიშნავს? Snipers. ცოტა თემა როგორ არის ეშალო ვისაც უნდა ცუდის აქციების გაკეთება სულ არ ჭირდება პნევმატიკა საერთოდ არ ჭირდება პნევმატიკით ჩადენილი დანაშაული მე არ გამიგია არ ვიცი არსებობს თუ არ არსებობს სოფლიოს მასშტაბით ნუ ეხლა მაგრამ უყურე დანაშაული ყოველთვის უნდა აგოს პასუხი მნიშვნელობა არ აქვს აი ქვით რო ჩაიდინოს დანაშაული ჩვეულებრივად პასუხისმგებლობაში უნდა მიეცეს ხო? ხო, ნუ დანაშაულზე გეტყვი რა. ნუ პნევმატიკით ჩადენილი დანაშაული არც მე არ გამიგია, ვიღაც კაცი მოიკლას რამე. იმას თუ არ ჩავთვლით, ვიღაც თავგასიებული დებს ხოლმე YouTube-ზე ვიდეოს, ძაღლებს და კატებს როსვის რა. ნუ YouTube-ი რატო არ უგლევყავს, ეგ სხვა თემაა. თუნდაც ქართულია. არა, ქართული არ არის მე. აი, გაგო დაშვებულია. რობერტმა და გვიფაროს ვიღაც ალაიზიელია თუ. ეგ ბატონო, მე რა მასე ის არის, ჩვეულებრივი საკვები ობიექტია მაგ ქვეყანაში და კლავენ. მაიმუნებს რო კლავენ. რაიმერებს რა ქვია, ციკლებს რაღაცებს ხობები. ჩვენთან ეხა არაესთეტიო, ციკლს ვერ მოკლავ. არა, მაიმუნს სახსარესური და ჩვენი სანადირო ობიექტები გვაქვს, რომელსაც საკვებად ვიყენებთ და სხვა ქვეყანაში სხვა თემა არის. ქედნის ვიდეო დავდე, ქედანს ვუკლავ და იმხელა მომაწყევლა ქართველმა მანდილოსანმა ვეგეტარიანელი იქნებოდა. ხო, არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ რავი არ გაგითენდესო და ასე შემდეგო. ხო და თან სად იცი სანადირო ჯგუფში. სადაც რავი ნადირობა არის კულტურა ელემენტარული საქართველოში კი არა მსოფლიოში მაგრამ ჩვენ აქამდე მოვედით პირველი პროფესიაა ნადირობა ხო? ხო და რა ვიცი ღმერთმა არ გისმინოს მაგრამ არ მესიამოვნებდა რომ წევლიან ისო ხამე დაგესიზმრებაო და რაღაცაო და მთელი ამბები მოკლედ რა ვიცი, ნუ ქედას გუნდში რო დააყრიან ხოლმე. გლულულიანით რა ვიცი. ჩემი აზრით ჯობია ერთი გაისროლო და ერთი აიღო, ვიდრე მიაყარო. 5 და 6 ვაზნა და ეგ ზოგი დაჭრილი გაგიფრინდეს და ზოგი ვერ აიღო, ზოგი სადღაც მოკვდეს. აი კიდევ ერთი პლუსი პნევმატურს ნადირობის მხრივაც რა. რა ვიცი. ვისურვებდი რომ აი ყველა კალიბრი იყოს დაშვებული, იმიტომ რომ კიდევ აღნიშნავ, რომ განვითარდება კულტურა და ცნობიერება უმაღლდება ადამიანს, ვისაც სროლა უყვარს და როდესაც არ აქვს იმისაწვდომობა და თან ცოდნაც არ აქვს, ის ყოველთვის გააფუჭებს საქმეს რა. ამიტომ განვითარებისთვის გვჭირდება განვითარებული ტექნიკა ესე რომ ვთქვა. ჩვენი არხიც მაგას ემსახურება, მაგისთვის შეიქმნა, რომ პნევმატიკის კულტურა წარმოვიდეს საქართველოში და მადლობა ღმერთს, რომ ძალიან ბევრი ხალხი წერს, მიუხედავად იმისა არიან ისეთები, ვინცაც არ აქვს პნევმატიკა და უნდა შეძენა, არიან ისეთებიც, ვინც უბრალოდ წერენ, რომ აი კარგ საქმეს აკეთებთ, რადგან გაცვიცნობიერებული იყოს საზოგადოება, ასეთი მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები არსებობენ ჩვენთან მადლობა ღმერთს და უნდა იყვნენ, რომლებმაც მთლიანად კულტურა შემოუნახეს ხალხს რა. ნუ არის რაღაცეები, ასე ვთქვათ, ჟარგონზე გაფაფსავებული და ყველას თოფი უკავია ხელში უკვე და დარბის, მაგრამ ნუ პნევმატიკა სხვა სფეროა რა. ამას გლულულიანივით ვერ აიღებ და ვერ ისვრი ყველგან, იმიტომ რომ არ დაგაინტერესებს. თუ არ გამოთვლი ქარის სიჩქარეს, ტყუის ზომა, ზონა, ჯოულს და ასე შემდეგ, ნუ პნევმატიკაში ტყუილად ჩაირთვები საერთოდ. ნუ შეიძლება საპლინკაოთ ამის ჩინური ვარიანტი, ჩვენ განხილული გვაქვს, იყიდო და რავი, ათკაცნო რამდენიც გინდა რა. მაგრამ თუ სროლა გინდა, მიიღო ის ადრენალინი, რომლითაც შენი ტვინი დოფამინის ზღვაში გადაეშვება,
ეს სფერო პნევმატიკის არის ზუსტად ჩემთვის. ასევე კიდე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ქართველები ვართ, პირველ რიგში გაგვაჩნია ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული, ადამიანობა. ჩემი მხრივ, ჩვენი კლუბი მთლიანად თქვენ გვერდით არის, თუ რამე პნევმატიკაში დაგჭირდათ, დახმარება რჩევა ასე შემდეგ, არის YouTube გვერდი, რომელსაც თქვენ უყურებთ, ასევე Facebook გვერდი, იგივე დასახელებით აირგან ჯორჯია, ასევე არის უზღვევი საინფორმაციო პლატფორმა აირგანჯი ფორუმი, რომელზეც 10,000-ობით პოსტს თუ განხილვას წააწყდებით, რომელიც ჩვენმა კლუბის დამაარსებელმა გიორგი პერანიძემ დაარსა, მადლობა ამისთვის ბატონ გიორგის. თვითონ პნევმატიკის განცობა საქართველოში ამ დონეზე რომ მოვიდა, ეგ უშუალოდ გიორგი პერანიძის დამსახურებაა, სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ძალიან გათვითცნობიერებული პროფესიონალი ამ სფეროში. არა მარტო ამ სფეროში, მაგრამ ამ სფეროს განხილავ და სპორტაშორის გიორგის აქვს დახვეწილი აი წარსადგენი კანონპროექტი, რომელიც მოიცავს სოფლიოში არსებულ კანონებს პნევმატური იარაღთან დაკავშირებით, შედარებები აქვს გაკეთებული და მომზადებული აქვს ესეთი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ინტეგრება შეიძლება მოხდეს ჩვენ ქვეყანაში. ანუ განსახილველია მაგისი კანონპროექტი და იმედია მივართ იქამდეც, რომ მოუწევს გიორგის კანონპროექტის წარდგენა შესაბამის სტრუქტურებში და დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა შეიცვლება მაგითი სასიკეთოდ. მეგობრებო, კიდევ ერთ იმას დავამატებ, რომ კომენტარებში Facebook-ზე იქნება თუ YouTube-ზე იქნება, თავი შევიკავოთ ლანძღვისგან, ნეგატიური აზროვნებისგან, რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, უკმაყოფილება ყველაფერზეა. უბრალოდ აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, ერთად უნდა დავჯდეთ, პურისცხოველი იქნება, მეწავე იქნება თუ ჩვეულებრივი მუშა და ელიტური კომპანიის მქონე ადამიანი, ყველა ეს ქვეყანა უნდა მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები, ქართული სისხლი გვიჩქებს. ეს მეტი რო არაფერი დავამატო, არის უდიდესი პატივი პირადად ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ეს პატივი. ჩვენ მადლობლები ვართ გვერდში დგომისთვის, კიდევ ბევრი არას გამიხილავთ, დაგიბრუნდებით სულ მალე. იქიდან გამომდინარე ცოტა გამომთიშულები ვიყავით YouTube-ს, რადგან ჩვენი პატრიარქი დავკარგეთ, უსამძიმრებთ მთელ საქართველოს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს. დავიწყებთ უკვე აპრილის ბოლოდან ტურნირებზე ფიქს, არის დაგეგმილი რამოდენიმე ტურნირი და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უმაღლეს დონეზე თქვენთან ერთად ჩავატაროთ ეს ტურნირები. მადლობა ყურადღებისთვის და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.